25 სექტემბრის მონაცემებით კახეთში 122,000 ტონა ყურძენია გადამუშავებული. რთველი აქტიურ ფაზაშია რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. ღვინის აწარმოებს ყურძენი 9,500-მდე მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნიდან 57,000 ტონამდე რქაწითელი, 56,000 ტონამდე საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველი კახეთში მშვიდ და საქმეა ვითარებაში მიმდინარეობს. უკვე ყველა მუნიციპალიტეტში გარდა საგარეჯოში მიმდინარეობს აქტიური კრება და ჩაბარება, როგორც კერძო სექტორში, ასევე გარკვეულწილად დაზიანებული და ჭარბი ყურძენი ბარდება სახელმწიფო საწარმოებში. წინასწარ ვიცით, რომ მთავრობის განკარგულებით ფასი ხარისხიან ყურძენზე გახლავთ ლარი და 20, ხოლო საფერავის შემთხვევაში ლარნახევარი. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა ცდილობს, რომ განსაკუთრებულად საფერავის შემთხვევაში ცდილობს, რომ ყურძენი იყოს მწიფე, მაღალი ხარისხის, რათა დაფასდეს მათი შრომა და შესაბამისად მიიღონ ის სარგებელი, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი განკარგულებით. ვფიქრობ, რომ დაახლოებით ნახევარი უკვე ჩავლილია, უახლოეს მომავალში გაიხსნება ასევე მიმღები პუნქტები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში და იქაც დაიწყება აქტიური